აი ხა გახარიასაც უთქვამს რომ რაღაც რამდენიმე ათეულ რაღაც ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი ადამიანის ტყავის და ინტერესების დაცვაზე არის ლაპარაკი ამ პროცესში ახალად მიდისო და ვინ არის ეს ხალხი? ივანიშვილი არავის ტყავს არ იცავს. ივანიშვილი მარტო თავის ტყავს იცავს. როგორც კი დასჭირდება ამ 10-ვე ადამიანს ჩარეცხავს ისე რომ ტყავსაც გააცლან, ეს არ უნდა იყოს. ტყავს გააცლის და ისე ჩარეცხავს და ესენი ყოფილან ცუდებიო და სვებს მოიყვანს სახლებს. გითხრათ რომ აი ღარიბაშვილი ახლა რამდენჯერ გაუშვა კორუფციაზე და რამდენჯერ მოაბრუნა და ეხლა საერთოდ რამდენადაც ვიცი სახლიდანაც არ გამოდის, თქვათ არაოფიციალური შინა პატიმრობა აქვს მას. ხო, ამ სახლიდან არ გამოდის. როდესაც წინა კომენტარის დროს, როდესაც თქვი მის უთანხმოებაზე, გამომეხმაურა საკმაოდ ისე უწმაწური სიტყვებით, რაც პოლიტიკოს არ შეეფერება და თუ ესეთი ვაჟკაცია და მაგარი კაცია, გამოვიდეს და თქვას იმ პრობლემებზე ისაუბროს, რა პრობლემების დგას დღეს მის წინაშე. ივანიშვილი, აქამდეც გითქვამთ, რომ სულ დიქტატორი იყო, სულ მას მონები და მარიონეტები სურს ახლოს რომ ჰყავდეს. ესო ასე. თუ შეხედავთ მის ქმედებებს 2012 წლიდან, რაც ხა ყოველასთვის თვალსაჩინო არის. ხო და რატომ არ იყო ეს დისკომფორტული თქვენთვის? რაღაცები თავიდან ეგრევე ვერ ამჩნევ, ხო? ზოგადად იქ სხვა მისიაც იყო, რომ ეს ნაციონალები ასე ვთქვათ გავისტუმრეთ და რაღაც ვარდისფერი სათვალეების გარკვეული ეფექტიც არსებობდა. თან მე პირდაპირ მაინც პოლიტიკაში არ ვიყავი ჩართული. ჩემ ფონდს რაც შეეხება, მან მქონდა მე იმდენი ავტონომია, რომ პირდაპირ მსგავსი პრობლემები არ შემხებია. თუმცა იყო ორი შემთხვევა, როდესაც მან ასე ვთქვათ ვიღაც ჩამისვა საკონტროლებლად ერთ შემთხვევაში ადამიანი რაც ერთი წლის მანძილზე რაღაცას ეძებდა ამ ფონდში თანამშრომლებს იბარებდა, სულ რაღაცებს ეკითხებოდა, სულ უგრკიდებდა, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახა და ჩვეულებრივ მუშაობდით და მეორე შემთხვევაში ეს იყო ერთი ადამიანი, რომელიც მან მოავლინა და მითხრა რომ ეს პრეზიდენტად დანიშნეო, თუმცა ამ პრეზიდენტს რა ფუნქცია ექნებოდა. აი შენსავით რო იყოსო და ახლობითო. მოვიყვანეთ ერთ-ერთი წამყვანი პოზიციაც მივეცით და ეს ადამიანი იყო ერთადერთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, ვინც მე დამიჭერი აქვს თამზე. აუყვანე უკან ივანიშვილს, მოვახსენე ეს ამბავი, თვითონაც არ უარყო და ეს ადამიანი შემდეგ გამოშვებინა ივანიშვილი. სახელდაგვარს არ ვიტყვი, მაგრამ